მოგესალმებით ძვირფასო სულო. დღეს მე შევეხები ერთ-ერთ ყველაზე ღრმა და ჩვეულებრივი ადამიანისთვის ხშირად გაუგებარ თემას. და ეს თემაა სიკვდილი თუ გარდაცვალება. ეს სიტყვა ადამიანში შიშს იწვევს, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის დასასრული. ეს არის გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში, ერთი განზომილებიდან სხვა განზომილებაში. თუ დღეს აქ ხარ, ეს ნიშნავს, რომ შენი სული მზადაა გაიხსენოს მეტი, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური არსებობაა. სიკვდილი არ არსებობს როგორც სამუდამო გაქრობა. არსებობს მხოლოდ ფორმის შეცვლა. როგორც პეპელა ტოვებს ჭუბრს და თავისუფლდება მისგან, ასევე ტოვებს სული სხეულს და უერთდება მარადისობას. გარდაცვალების შემდეგ ცნობიერება არ ქრება. პირიქით, ის თავისუფლდება სიმძიმისგან, ტკივილისგან, დროისგან. ბევრი სული აღწერს ერთსა და იმავე გამოცდილებას, გვირაბი და მის ბოლოს სინათლე. მაგრამ რა არის ეს სინათლე? ეს არ არის შემთხვევითი ფენომენი. ეს არის ცნობიერების მოწვევა უფრო მაღალ სიხშირეში. ეს არის სინათლის, სიყვარულის, შვიდობისა და მიმღებლობის ველი. სინათლე არაფერს გაძალებს, ის არასდროს გაჩქარებს, ის უბრალოდ გელოდება. და აქ ჩნდება მთავარი კითხვა. უნდა ვენდოთ თუ არა ამ სინათლეს? ზოგი ფიქრობს, რომ ეს ბოროტ სულთა ხაფანგია, ჩვენს მოსახიბლად და საცდუნებლად დაგებული. ზოგიც ენდობა მას. პასუხი კი მარტივია. მთავარია, რას იგრძნობს სული მისი დანახვისას. თუ სინათლე სავსეა სიყვარულით, სიმშვიდით, სითბოთი, ეს ნიშნავს, რომ ის შენი სახლია. შიში არასდროს არ არის სინათლის ენა. დაძაბულობა არასდროს არ არის ღვთაებრივი. და თუ მაინც ადამიანი უნდობლობას განიცდის, მაშინ საჭიროა მოვუხმოდ სინათლის ცივილიზაციებს, ფარველ ანგელოზს. ისინი დაგვეხმარებიან ჩვენ ახალ სამყაროში გზის გასაკვლელად. ბევრი სული გრძნობს, რომ გარდაცვლის მომენტში ჩვენ მარტო არ ვართ. არსებობენ სინათლის ცივილიზაციები, მენტორები, გიდები, წინაპართა სულები, ვარსკვლავური ნათესავები. ისინი, ვინც ვიბრაციულად ახლოს არიან სიყვარულთან. მათი მოხმობა არ არის რელიგია. ეს არის განზრახვა, სურვილი. შეგიძლია თქვა, მე ვიხმობ მხოლოდ სუფთა, სიყვარულის, სინათლისა და თავისუფალების არსებებს. ან მე ვუხმობ ჩემს მფარველ ანგელოზს და ის აუცილებლად მაშინვე თქვენთან გაჩნდება. და ეს საკმარისია. სინათლე ყოველთვის პასუხობს, გიცავს და გიგზავნის მეგზურს. როგორ მოვემზადოთ სხვა სამყაროში გადასვლისთვის ჯერ კიდევ აქ ყოფნისას? პირველ რიგში იცხოვრე გულით, არ დააგროვო ბრაზი. აპატიე საკუთარ თავსაც და სხვასაც ყველაფერი.
გახსოვდეს, შენ ხარ სული და არა სხეული. ის შენი დროებითი სამოსელია, რომელიც გეხმარება გადასაადგილებლად მატერიალურ სამყაროში. რაც უფრო მშვიდად და გაცნობიერებულად ვცხოვრობთ, მით უფრო ნათელი და მსუბუქი ხდება გადასვლა სხვა სამყაროში. გარდაცვალება არ არის გამოცდა, ეს არის გაღვიძება. ძვირფასო მეგობარო, შენ არ ხარ მარტო არც აქ და არც იქ. სინათლე შენშია უკვე და შენ ხარ იგი. და როცა დრო მოვა, შენ უბრალოდ დაბრუნდები საკუთარ ნამდვილ სახლში. არ შეგეშინდეს გარდაცვალების. იცხოვრე ისე, რომ სიკვდილი აღარ იყოს საშიში, არამედ იყოს მშვიდი კარი სინათლეში. გისურვებ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უსაზღრო ბედნიერებას.